მერჰაბა, ეხლა ჩამოვიყვებით თურქეთის ულამაზეს ტბაზე, უზუნგულის ტბაზე. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ, რატომაცია ქურთუკის ზაფხულს თურქეთში. ყველაფერი ძალიან ადველია, იმიტომ რომ ძალიან ცივა. ვის არც არ უნდა შეხედოთ, ყველას ქურთუკი აცვია. და მარტო ქურთუკი არა ჩემი უცნაურობა. შიგნით მაცვია კიდეთი მაიკა და შორტში კიდე ერთი შორტი. იმდენად ცივა. და ჩვენ კიდე არ გავითვალისწინეთ ის უბრალოდ არ ვიცოდით, რომ თურქეთში ესე ეციებოდა, ამიტომაც შორტის და მაისურების მაგივრად ისა გარდა არაფერი არ წამოგვიღია. ეხლა მოვედით ჩემს სასტუმროში. წამოდეთ დაგათვალიერებინოთ როგორი სასტუმრო მაქვს. აი, ჩემი სასტუმროც. ნახეთ, აირჩიეს წითელი ფერი ამ ლოგინისთვის. აქ კიდე ტელევიზორისა. თავიდან შემოვედი ახლა, ვერც დავინახე ტელევიზორი იყო. აქ ესეთი მაგიდა ბომბო შუსტიკები ვაი. ეხლა წავედით აბაზანა ნახოთ. აი ჩვენი აბაზანიც. აქ კარი ესე იღება, იგეტება. აქ ეს საპნებია. ხა არ ჩამოვშვებ. აქ სარკეა, რომელსაც მე ვერ ვწვდები. მაგრამ უშავს. ფენი. ბოლოს კი უნდა განახოთ ყველაზე მთავარი. უზუნგულის ტბა. აი, ეგ არის. ძალიან კარგი ხედია. აქ დასაჯდომია. დავждებით. არ ეხება. ეს ორი კარი რა არის? მეც არ ვიცი ჯერ კიდე. ალბათ ისა სასტუმროებში, ხვის სასტუმროებში შესასვლელია. არ დაიჯერებთ რა დავენახე და უთელდამწერთ კომენტარებში სად იყო ზუსტად აი ესეთი ხიდი ჩემს ვიდეოებში რა თქმა უნდა. ამ კაცმა დამფარა, მაგრამ არ ამხეს. მოკლედ ესეთი ხიდები ძალიან მოწონს. ძალიან საყვარელობაა, პატარა, ფოტოებში ძალიან კარგად გამოდის. ერთადერთი საშიში გადავარდნა. გადმოვედით უკვე გადასასვლელზეც და აქ არის ბევრი მაღაზია. ეს რაღაცა იტალიური მაღაზია და რომელშიც ტანსაცმელი იყიდება და ტანსაცმელი არ მჭირდება. თან დიდებისაა უფრო. ამიტომაც სუნივირები უფრო მაინტერესებს. თურქული რაღაცეები. ლაბუბუ? ესეთ ლაბუბები ეყიდება. ნაღდება არის? ხო. აქ არის უამრავი რაღაცა, რისი მაღაზია აქ ჯერ ვერ გავაკეთეთ. მოდით შეგნით ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა აქ ჩანს. მის მაგნიტები. მაგრამ كم واحدة؟ ეს ინძას ყოლობა. ეს ძალიან ლამაზი მოტოებია. ანუ ლამაზ ვერ დავუძახებ. ძალიან დეტალურად არის გაკეთებული. აქ ესენი ჭიქები, მან გემები. აგეთ ჭიქები და თეფშები. ძალიან ლამაზად მოხატულია. ეს კიდე ესეთი გემი, რომელიც სულ ზევითაა და ქვევით არ ჩადის.
აკა საპნები და საოცარი სუნები აქვს. აუ, მეტა სუნის გადმოცემა შეეძლოს ტელეფონს. აი, არის. მანგო. ატე. აქ ძამაზე ბეჭდებია. ვიცი რომ ამის შემდგომ გაკეთებას შეიძლება სადღაც. აქ ასოები, ეს ხლა, ორწამი. აქან. აი ესე ძამაზე. დავფიქრდები, შეიძლება ვეყიდო კიდევაც. აქ თბილი განსაცმელებია. ბიჭიც იყიდება. აქ დუტები. ზამყვავიანი კაბები და თბილი განსაცმელია. აურჩია ესეთი საყვარელი ბრელოკი. სულ რაღაც ღირს 60 ლირა, რაც არის 3-4 ლარი. ძალიან იაფია. უკვე მოსაღამოვდა. ჩემ ჩასულ კიდევ ერთი ქურთუკი დაემატა. თან კიდე ცოტა მომშივდა. ამიტომაც უნდა ვიპოვო რამე თურქული რესტორანი, სადაც გემრიელ კერძებს დავაგემოვნებ. გზად კიდე ერთი საინტერესო მაღაზია შეხვდა. ჭამა მოითმეს. მოდით ნახოთ კიდე აქ რეებია. თითქმის ყველა მაღაზიაში ერთნაირი რაღაცებია, მაგრამ აქ რო დავინახე რომ ძალამაზი ჩანთები იყო. ულამაზესი საფულეები. კიდე აქაც ჩანთები. აქ და ბალიშის ჩასადებები. აქაც საპნები. მე მოიწმინე და შემოვედი. ძალიან ბევრი რაღაცა. აი ძალიან. ესეთი რაღაცებია. აქ ისე თეფშები, აქ სარკეები, აქ სავარცხელი და სარკეები. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ბოლოს ვიპოვეთ ძალიან კარგი რესტორანი ადა. არა, არც ხადა, არც მადა, ზუსტადაც ადა. მოდით შევიდეთ და დავაგემოვნოთ აქაური კერძები. ნახეთ გემრიელია, თუ მოგვატყუეს. კომბოსტომ გაიხადა 2 ქურთუკი და გზად სანამ მოდიოდით, ვიყიდენ აი ესეთი ხილი. ტიკტოკში მგონი ბევრს გინახავთ ესეთი აი გამომშრალი ხილი. ეს გამოიყურება. და გავხსნათ. ესენე. და ავოთ. ნახეთ. და ეს ავაშლი. კარგი. ახლა გავავდოთ და დავავდოთ თურქულ სამზარეულოს. მოგვიტანეს, უბრალოდ ჩემი მარტო მე რაც შევყვეთე. 20 წვნიანია პამიდისგან. ასეთან გეუნდერია. დაგვინთენდა მეორე დღეს. დარეთ. კარგი ამინდია, ძალიან კარგი ჰაერია. ნისლია მოდებული. და ძალიან სასიამოვნო აქ ყოფნა. ეხლა უნდა წავიდეთ ზევით და დავიჯდეთ საქანელაზე. რა საქანელაზეც ნახავთ აუცილებლად. ამავედით უზუნგვირის ყველაზე მაღალ წერტილში. იმიტომ რომ უნდა დავაგემოვნოთ კერძები კომ კაფეს. აქაც გვირჩია ეს ამოსვლა და წამოდით დავაგემოვნოთ აქაც საჭმელი. ეს კაფე იმიტომ არის პოპულარული, რომ როცა ზიხარ და საჭმელს ჭამ. ეს კაფე იმიტომ არის პოპულარული, რომ როცა საუზმობ, მაგას თან უყურებ ხედს. ეხლა ძალიან კარგად არ ჩანს, იმიტომ რომ ნისლია, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზია. აი კომ კაფეც ხელს გვიქნევს.
წამოჭით. ეს კაცი მარტო ინტერნეტში მქონდა ნანახი. ეხლა კიდე სიცოცხლეში დავინახე. ძალავაზე აქაურობა. უკვე დავჯერქით და ნახეთ რა ლამაზი ხალებია. გონი ინტერნეტში ნაღდათ არის წუებოდი. ნისლი რაღაცნაირად მაინც უხდება რა. იგივე ნახეთ. ის კაცი ძალიან გამწარებული მიქროს ხელს. მან სამწუხაროდ რომ ეს რესტორანი ავირჩიეთ და იქ ვერ შევავთ. მოვიდა უკვე საჭრელები და ახლა გეტყვით ყველაფერი რა არის. ძალიან მშია, იმიტომ რომ ვინმე არაფერი არ მიტომია. მაგრამ ეს არის სუპი გუშევჭამე ოსპის. ეს არის გახსნილი დონერი. ესაც გუშევჭამეთ და ძალიან მოგვეწონა. ეს არის კვერცხი. ეს არის ბრინჯი და ეს კიდე ეს უნდა გავხსნილო. ეს კიდე იყო ელარჯი და პური და ჩაი. სკოლაში სამზარეულოში ჩავდიოდი ძალიან გციოდა, იმიტომ რომ ზამთარი იყო და გათბობები ჩვენ სადაც ვიჯექით, ჩვენ ვიჯექით შუაში და იქ არ იყო და ესე ვიღებდით ჩაის და ესე ხელებს ვადებით და ეგრე ვთბებოდით. აი რა გამონდეს? აკაციდან გემრიელია ძალიან. მგონი ორი ვარცხნარია თითქმის. ან ჩაგასხობები არის, მაგრამ უფრო გემრიელი ან უფრო ნაკლებ გემრიელი არ არის. აჰა. გაიწერა. აიშო. ესე. ძალიან კაია. და სუპი. ავაწუროთ. მე ბევრი ლიმონიც მოყვარს. იმიტომ რომ მჟავე რაღაცები მიყვარს. უფრო მომწონს. ნაი. და დავაბაბა. ცხელი არ იყოს, ეგ მაგის მიშენია. აუ. აკაც ძალიან გემრიელია. ყველაფერს დავუწარ 10-დან ამას 10-დან აქვს. ამასაც 10-დან 900, იმიტომ რომ ნახat ზეწერა თეთრი ბრინჯი და აქ არ იყო თელი. მამაი ძალიან გემრიელია და ამასაც 10-დან აქვს. ყველაფერი მომწონს რა უკვე. უკვე დავჯერქი ამ საქანელზე. უკნედან ძალიან ლამაზია. ძალიან გაგვიჭდა მინდი უძუნგულის ტბაზე, ამიტომაც იზულებულები გავხდით, რომ სწრაფად წამოსულიყავით. მაგრამ სანამ საქართველოში შევიდოდით, გადავწყვეტა, რომ უკან დავბრუნებულიყავი ისტანბულ ბაზარში. და ცოტაოდენი რაღაცები ვიკიდე აქ შოპინგე და ეხლა კი გავგზავნით გზას და წავალთ საქართველოსკენ. ეხლა გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. არვიდერჩი!